თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს 4-ზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ალბათ ანეკდოტური იქნება, ვინმე წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს, ხალხის ხმები მოიპაროს, ან კორუფციაში ჩაეფლოს და ვიღაცის ჯიბეში ჩაძრეს. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქვეყანას სწორი მიმართულებით უნდა განვითარდეს, ამისთვის საჭიროა ეს არჩევნები ღირსეულად ჩავატაროთ, ისევე როგორც ორი არჩევნები ჩატარდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. არავის აზრად არ ქონია მოსახლეობის ხმების მოპარვა, რაც ყველაზე დიდი სირცხვილი იყო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთივე იქნება და ასეთი მიზანი აქვს კვირიკაშვილსაც და იმდენად კარგად იცნობდა გასაგებია მისი მოდელი, რომ ალბათ ანეკდოტური იქნება, ვინმე წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს, ხალხის ხმები მოიპაროს, ან კორუფციაში ჩაეფლოს და ვიღაცის ჯიბეში ჩაძრეს. ასეთი მთავრობა ყავს დღეს და არჩევნებიც უფრო კარგი უნდა ჩავატაროთ, ვიდრე წინა ორი იყო. იმედი მაქვს საზოგადოების გაგების სწორი ანალიზის. ნებისმიერი ქვეყანა იოცნებებდა კვირიკაშვილის მსგავს პრემიერზე, მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა მსგავს ხელისუფლებას. მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ ეკონომიკურ გუნდს და ნებისმიერი ქვეყანა იოცნებებდა კვირიკაშვილის მსგავს პრემიერ-მინისტრზე. ეს საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებებია. როგორ მივდივართ არჩევნებზე? რამდენიმე წუთში დისკუსია დღის ამბებში ჟურნალისტი ნათია კობერიძე და თამაზ მეჭიაურის გუნდიდან დავით ფაცაცია. მანამდე კი სწორედ მეჭიაურის კვალდაკვალ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მისი ახლად შექმნილი პარტია ლევან მამალაძესთან გაერთიანდეს და არჩევნებში ერთიანი საარჩევნო ბლოკით გამოვიდნენ. ქართული პოლიტიკური სპექტრი მეტისმეტად აჭრელდა. სახალხო ხელისუფლების ლიდერი ლევან მამალაძეა პირდაპირ ეთერში, მე მას მივესალმები. მადლობა ბატონო ლევან, რომ ხარ ჩვენთან ერთად. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც არ ვიცი დაგვიდასტურებ თუ არა. არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ შესაძლებელია თქვენი გაერთიანება, სახალხო ხელისუფლების პოლიტიკური ორგანიზაციის გაერთიანება და შერწყმა მოხდეს თამაზ მეჭიაურთან და შემდეგ ერთად გახვიდეთ ერთიანი ბლოკით ამ არჩევნებზე. რა სიტყვით, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია? მოგესალმებით ინგა, მოგესალმებით საზოგადოებას. იცით რა არის ახლა, როცა არჩევნები ახლოვდება, ნებათაღელვა მატულობს და ყველას კარგად წარმოუდგენია, რომ ამ პროცესში შეიძლება ზოგი ჭორიც იყოს, ზოგი სპეციალურად შეგდებული ინფორმაციაც იყოს, მაგრამ მე როგორც პოლიტექნოლოგი მინდა გითხრათ, რომ საერთოდ პროცესი დაჯგუფებებისა საქართველოში უნდა დაიწყოს და დასრულდეს უახლოეს პერიოდში. ალბათ ეს მოარული ხმებით იმიტომ არის, რომ გარკვეული იდეოლოგიური თანხმედრა არის. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ მე პირადად არჩევნებში არც ერთ სიაში არ ვიქნები, არ ვაპირებ ჩართვას, რომ ზოგიერთი ოპონენტი დავაწყნარო, მაგრამ ის რომ მე ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებულ ძალებს დავეხმარები და გვერდში დავუდგები, ეს მე განვაცხადე და ეხლაც მინდა განვაცხადე. ბატონო ლევან, რა რითი დაუდგებით, როგორ დაუდგებით? მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ძალიან ხშირად, როდესაც მიდის ხოლმე საუბარი თქვენზე, თქვენს პოლიტიკურ გაერთიანებაზე, არის ასეთი ვარაუდები, რომ თქვენი დაფინანსებაა წამოვა რუსეთიდან. რა სიტყვით ამის შესახებ და როცა ამბობთ, რომ დაუდგები გვერდით, ნებისმიერ იდეოლოგიურად ახლოს მდგომ პოლიტიკურ ჯგუფს, ამ შემთხვევაში რა ტიპის დახმარებას გულისხმობთ? იმიტომ გეკითხებით, რომ ჩვენ უკვე ღიად გვესაუბრებიან პოლიტიკურ ველზე შემოსული ახალი პოლიტიკური მოთამაშეების სხვა ქვეყნის ფულის შემოტანაზე ქართულ არჩევნებში. რა სიტყვით თქვენ? იგა, მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ესეთ შემოგდებული თემებია, მე მაგალითად დღეს აი იგივე დასავლური, რასაც ვქვია, პროდასავლური ძალები, მე მათ უძახე, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალები, იმიტომ რომ ისინი ფინანსირდებიან უკვე ათეული წლების განმავლობაში. ვინ კონკრეტულად შეგიძლიათ მითხრათ, ვის ესაუბრებთ? გადახედეთ სააკაშვილის მთელი ეს მაქინაციები, რასაც პოლიტიკურ ველზე აკეთებს, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალები და მათი მიზანია, რომ არჩევნებში შედეგები არ იქნეს მიღებული ის, რაც ხალხს უნდა, ანუ ხალხის სურვილი არ გამოიხატოს. ბატონო ლევან, სანამ გააგრძელებთ, ერთი წუთით ეს თემა რომ კარგად რომ გავშალოთ. ანუ ვინც არის უკაცრავად პროდასავლური, ყველანი ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. მე ჩემი ორიენტაციით, როგორც საქართველოს მოქალაქე, მე ვარ დასავლური კურსის მომხრე. ანუ გამოდის, რომ მე ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით ვარ დაკავებული.
მაგას თქვენ ამბობთ, ინგა, მე მასე არ მithქვამს, ასე რომ ეს თქვენი კომენტარი არის, რაც შეეხება ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას, როცა ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი რაოდენობის თანხა, საზოგადოებრივი თვითონ აზრი ფორმირდება შემოტანილი თანხების საფუძველზე, ფინანსირდება ტელევიზიები, პრესა, მათ შორის პოლიტიკური ორგანიზაციები და ფაქტურად მთელი პოლიტიკური სპექტრი დასავლეთიდან შემოტანილი სხვადასხვა ფორმატის თანხებით არის დაფინანსებული. Რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ადგილი ამ პოლიტიკურ ველზე ძალიან ნაკლებია. Ამას ხაზს გაუსვევ ასევე გარკვეულ კრიმინალურ მიმართულებებს, ვინაიდან თქვენ კარგად იცით, ის ჯგუფები, რომელიც სააკაშვილმა ჩამოაყალიბა, გადარჩეს ქვეყანა, მიისაკუთრეს დიდძალი თანხები, ეს ყველაფერი არის მიმალული, იმიტომ რომ აი მათ საშუალება მიეცეთ, სწორედ აი ამგვარი ხალხისგან წართმეული შემოსავლები ისევ პოლიტიკაში დააბა. ლევან, შეიძლება ერთი რაღაცის დაკონკრეტება რომ გთხოვოთ, ცოცხალი დიალოგი რომ გამოგვივიდეს, თქვენ საუბრობთ რომ მთელი რიგი პროცესები წავიდა რომ არის თანხების შემოსული და ამ დასავლური ორიენტაციის პარტიებზე ნაწილდება. მე მინდა ეხლა თქვენ მითხრათ პირდაპირ ეთერში, რა ინფორმაციას ფლობთ, რომელ პოლიტიკურ ძალებზე ნაწილდება და რა ფული არის შემოსული დასავლური. თქვენ ეხლა თუ პროკურორის როლში ხართ, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ არა, მე ჟურნალისტი ვარ, პროკურორი არ ვარ, უბრალოდ კითხვას მე კიდე ვარ რესპონდენტი, რომელმაც უნდა გიპასუხო და ამავდროულად ექსპერტი ვარ. მინდა გითხრათ რომ მე კარგად ვიცი რას აკეთებს სააკაშვილი ოდესაში მას უზის ესე ყავს შეკრებილი საკმაოდ მაღალ კვალიფიცირებული და მაღალ ანაზღაურებადი ესე იგი ტექნოლოგიები რომელთაც კარგად აქვს გათვლილი შემოგდებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ეხლა სახელწოდებებს მე არ დავახსახელებ შეგნებულად თქვენ კარგად იცით ზოგი სცენიდან ჩამოვიდა ზოგი პარლამენტიდან გამოვიდა სცენიდან ჩამოვიდა პაატა ბურჭულაძის ბოსტანში ისვრით კენჭებს შეიძლება ეხლა ვიფიქრო არ ვიცით ბოსტანი და კენჭები თქვენი ნათქვამია მე მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ინგა სცენა თქვენი ნათქვამია და პაატას გულისხმობდი სცენა თქვენი ნათქვამი იყო და ანუ პაატა სცენაზე ბევრი გამოდის ზოგი მღერის ზოგი გიტარას უკრავს და ზოგი ცეკვავს ასე რომ მე ხლა ამის დაკონკრეტება ჯერ თავ შევიკავებ იმიტომ რომ ჯერ არ არის მთლიანად დაჯგუფება დასრულებული გადაჯგუფება უпростоრად და ამიტომ ვამბობ რომ დღეს აი მიდის როგორი სიტუაცია იცით ანალიზ თუ გავაკეთებთ დღეს ძალიან დიდი იმედი გაცრუება არის დასავლეთის მიმართულებით ქართული საზოგადოების რაც არ უნდა პიარი აკეთოთ 10 წლეულობის განმავლობაში აკეთონ ხალხის აზრი მაინც ხალხის აზრად რჩება ამიტომ ჩვენ სოფლების დონეზე ქალაქების დონეზე გამოკითხვებს ვაწარმოებთ და ველაპარაკებით მოქალაქეებს და მინდა გითხრათ რომ 70% სრული მოსახლეობის საქართველოსი ძალიან იმედ გაცრუებული არის დასავლეთის მიმართ 70% არის თუ 5% ანუ არა დასავლეთს როცა გვეუბნებით, ანუ რუსულ გზას უნდა დაადგეს ქვეყანა, ქართულ პოლიტიკაში რუსული პოლიტიკა უნდა შემოიჭრას. ეს ტექნოლოგია არის, რასაც სააკაშვილის ტექნოლოგიები აკეთებენ. იცით როგორი მიმართულება არის? თქვათ, ჩვენ თუ ამბობთ რომ ჩვენი პრობლემები თქვენ დასავლეთთან უნდა ვიმეგობროთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპის ქვეყნებთან, ჩვენს მეზობლებთან, ასევე ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ რუსეთთან. აუცილებლად უნდა გამითოთ ჩვენი პრობლემები მოსკოვში უნდა მოგვარდეს უამრავი საკითხები რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც პრობლემების მოგვარებასაც შერიგების პროცესსაც და ეკონომიკური საკითხების მოგვარდეს 2008 წელში რუსეთი რომელიც ბომბავდა და რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა თქვენ ფიქრობთ რომ ეს პრობლემები უნდა მოგვიგვარდეს ისევ კრემლში ისიც რა არის ინგა ეხა მოდით ჩვენ ესეთ უტრირებას მოგავაკეთებთ უტრირება არ არის რეალობა კაი კვალიფიკაციის ჟურნალისტისგან მაგალითად ცოტა მეუხერხულება ამგვარი ეპითეტების მოსმენა ჩვენი ლიდერები უკაცრავად ოკუპანტი თანაც ჩადიოდნენ და ბიზანტიაში ჩადიოდნენ და რომსაც ეწვევდნენ როცა იპყრობდნენ ტერიტორიებს და მოლაპარაკებებს მართავდნენ ბატონობა რა ეპითეტები გეუხერხულებათ მაპატიეთ რა რომ გაკონკრეტებინებთ რა ეპითეტები გეუხერხულებათ რომ მე ვთქვი რომ რუსეთმა ოკუპაცია მოახდინა ანუ არის ოკუპანტი ეს არის არა მე თქვენ უტრირებას უკეთებთ რახანს ესე იგი სააკაშვილმა ადგა და ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები ოფიციალურად გააფორმა ეს და ამას ოკუპაცია ქვია რა თქმა უნდა ჩვენ კიდე ოკუპანტი იყოს კიდე მტერი იყოს მათ არ დაველაპარაკოთ აი თქვენი კვალიფიკაციის ჟურნალისტგან ეს გამიკვირდა უბრალოდ
შემიძლია გკითხოთ, რომ დამიკონკრეტოთ, მაშინ მე ჩამოვთვლი ღიად გამოკვეთილი დასავლური ორიენტაციის პარტიებს, ესენი არიან თავისუფალი დემოკრატები, გარდა თქვენს მიერ დასახელებული სააკაშვილის გუნდისა, არიან რესპუბლიკელები, ღიად აფიქსირებს საკუთარ დასავლურ ორიენტაციას იგივე პაატა ბურჭულაძე, გიორგი ვაშაძის ახლად შექმნილი გუნდი, პოლიტიკური გაერთიანება გირჩი და აღარ ჩამოვთვლი. ძალიან ბევრი გამოკვეთილი საგარეო მიმართულების პოლიტიკური პარტია ყავს ჩვენ. ანუ ყველა მიშას თამაშს თამაშობს ამასამ. რა თქმა უნდა, ეხლა იცით რა არის? გინდა ის ხიდაშელ უსუფაშვილი აიღეთ. ეს თლიანად პროექტი იყო დასავლეთის, რომელიცაც მიშა კურირებდა და დღეს დაუბრუნდნენ თავიანთ დედის კალთას, რო იტყვიან. ასე რომ ყველაფერი იმართება ჯერჯერობით ოდესიდან. რაში გამოიხატება, რომ დაუბრუნდნენ? ჯერჯერობით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა და ხიდაშელი თავდაცვის მინისტრია, აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრია, ზაქარეიშვილი შერიგების მინისტრია. რაში გამოიხატება, რომ რესპუბლიკელები დაუბრუნდნენ დაუშვათ მიხეილ სააკაშვილს? ან იმაში გამოიხატება, რომ თქვენ როგორ ჟურნალისტმა ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება, გაარკვიეთ რა შეხვედრები ჰქონდა უსუფა ხიდაშელს სააკაშვილთან, რა დავალებებს ღებულობდნენ და რასაც ახორციელებდნენ ბოლო პერიოდში და მანამდემაც. ასე რომ ეს ცალკე თემაა, მე დარწმუნებული ვარ, ამას ყველაფერს ფარდა აეხთება და პრესაში იწერება და თქვენ მე მგონი გაქვთ საშუალება ამას გაეცნო. ბატონო ლევან, მე ისევ მინდა გავრცელებული ინფორმაციას რომ დავუბრუნდე თამაზ მეჭიაურთან შესაძლო გაერთიანების თაობაზე. თქვენ კი ამბობთ, რომ სიაში არ იქნებით, მაგრამ აქვე ხაზს უსვამთ, რომ თქვენ ყველანაირად გვერდში დაუდგებით მას, ვისაც აქვს თქვენი ტიპის იდეოლოგია. რა იდეოლოგიაზე საუბრობთ? რა არის თქვენი იდეოლოგია და რა შეხედვის წერტილები გაქვთ დაუშვათ მეჭიაურის პარტიასთან? ჩვენი იდეოლოგია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს უნდა აღუდგეს წარსული სუვერენიტეტი. საქართველოს უნდა შეძლოს წარსული სუვერენიტეტი, დღეს გადაცემული აქვს სუვერენიტეტის ნაწილი ვაშინგტონს, ბრიუსელს, სხვა ქვეყნებს. ასე რომ საქართველოს იმართება საზღვარგარეთიდან, რაც არ უნდა ეპითეტებით ეხლა შეამკოთ, ეს ეხება კიდე მინისტრი თუ დეპარტამენტი მათთან შეთანხმების გარეშე არ წყდება, ხელმძღვანელობას გულისხმობ. ქვეყნის კურსი განისაზღვრება მთლიანად საზღვარგარეთიდან და რაც შეეხება თქვათ იდეოლოგიურ კურსს, რასაც მე ვაფიქსირებ, სახალხო ხელისუფლება აფიქსირებს, სხვა ორგანიზაციები, ეს არის რომ საქართველოს დაუბრუნდეს სუვერენიტეტი, საქართველოს თვითონ გადაწყვიტოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ვექტორი, საქართველოს უნდა შეძლოს საერთო ენის გამონახვა რუსეთთან, რომ შერიგების პროცესი დაიწყოს აფხაზებთან და ოსებთან, ეკონომიკის განვითარება მოხდეს, გაიხსნას საზღვრები რუსეთთან, სავაჭრო ბაზარი გაიხსნას და ჩვენმა ფერმერმა და ჩვენმა მეწარმემ პროდუქციის რეალიზება შეძლოს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, მათთან უნდა ვიმეგობროთ, კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს, მაგრამ მთავარი ამომავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და არა ბატონო ლევან, რომელ აღდგენაზე ვსაუბრობ ჩვენ, რომ აი რუსეთთან კავშირების აღდგენაზე, დღეს გორის რაიონში კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ქვეყანა არის ოკუპირებული. მე მართლა ამას არ გეკითხებით, როგორც რაღაც ჩასაფრებული პოზიციიდან, გეკითხებით, როგორც მოქალაქე ამ ქვეყნის. ქვეყანა, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვიბომბეს 8 წლის წინ, რომელიც დღესაც კი, აი დღევანდელ ფაქტს გიყვებით, გორიდან ისევ გაიტაცეს ჩვენი ერთი თანამოქალაქე. ამ დროს რანაირად წარმოგიდგენიათ რუსეთიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კრემლთან მოლაპარაკებები, რას მოგცემს ეს ყველაფერი? ეს ხომ არ ნიშნავს იმ გზას, რასაც ეძახიან, რასაც უწოდებენ საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. არა მარტო იგივე ცხინვალთან დაკავშირებით პრობლემები, როცა გადმოინაცვლა საზღვრებმა, იგივე 82 ასპლელობის ფაქტები და ასე შემდეგ. ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ხელისუფლება და სწორედ ეს დასავლური კურსი გვიშლის ხელს, რომ ჩვენ ურთიერთობები დავამყაროთ. ჩვენ თუ არ დაველაპარაკეთ ცხინვალის ხელისუფლებას, სოხუმის ხელისუფლებას, მას ფარველებს მოსკოვში. თქვენ როგორ კიდე ხა ტელევიზიიდან ილაპარაკოთ, რომ ვიღაცა დააკავეს, საზღვრები გადმოწეს და ასე მოგვარდება ეს პრობლემა? უკვე 10 წელზე, 10 წელი კი არა, 20 წელიწად ეს პრობლემა ესე არის. ველაპარაკებით ბატონო კარასინი აბაშიძის ფორმატი არსებობს, მაგრამ რა მოუტანა არ გამოუჩენია ესეთი მონდომება და ლტოლვა იქეთკენ, რომ თუ გინდა ტერსაც დაელაპარაკოს.
ამის მომხრევა სახელმწიფო ინტერესები სადაც არის, უნდა ჩავიდეთ ცხინვალში და ჩავიდეთ სოხუმში, ჩავიდეთ მოსკოვში და ვაშინგტონში. და არა ვიღაცამ გვიკარნახოს, იცით რა, თქვენ იქეთკენ არ გაიხედოთ და ატეხეთ მთელი ამბავი და ჟივილხივილი ტელევიზიაში, პრესაში, ეს რა მოხდა, საღვარი გადმოწიეს, არ გადაწყდება ჩემო ძვირფასებო ეს საკითხი. ჩვენ ერთად თუ არ შევიკარით ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. ეს არის სააკაშვილის მეთოდი, რასაც ეხლა სხვადასხვა პრესა და ტელევიზია იმეორებს. ეს არის სამწუხარო. მე როცა ვამბობ სხვადასხვა ძალების გაერთიანებაზე, ინგა, მე მინდა გითხრათ პირდაპირ გეტყვით, ჩვენ გავერთიანდით ეხლა ერთად სახალხო ხელისუფლება, ჩვენი სამშობლო, ესეთი გაერთიანება ზვიად ჩიტიშვილია, მისი თავმჯდომარე, სახალხო ხელისუფლების თავმჯდომარე არის ზურაბ კობიაშვილი, ასევე ყველა იდეოლოგიის მქონე ადამიანებს, რომელსაც პირველ რიგში აწუხებთ სახელმწიფო ინტერესების დაცვა და ეროვნულ ნიადაგზე დგანან, ეს ძალები უნდა გაერთიანდნენ. და მე მაქვს აი გეტყვით პირდაპირ ზუსტი ინფორმაცია. თქვენ გვარებს ასახელებთ, იგივე მეჭიაურს, თოფაძეს, ხვებს ასახელებთ, იმიტომ რომ ეხლა სააკაშვილი ზის მე ინფორმაციას გეუბნებით მისი ახლო წრისგან და დავალებებს იძლევა რომ როგორმე რაიმე გაერთიანება საქართველოში ეროვნული ძალების არ მოხდეს რომ მან იპარპაშოს აი ეს ასეთ დავალებებს იძლევა ზოგი მოწყიტული ხალხი ყავს შეგზავნილი სხვადასხვა ლევან ერთი კითხვა მინდა თქვენი ნებართვით დაგისვათ როდესაც თქვენ საუბრობ დაუშვა დასავლურ ფულზე და ამბობთ რომ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია რომელიც აფიქსირებს ღიად მკვეთრად დასავლურ კურსს ფინანსდება ერთიანი თანხით შემოსული თანხით მაშინ აქვე შემოგაგებებთ ასე ვთქვათ შეკითხვას აი თქვენ ვინც ჩამოთვალეთ რომ გავერთიანდითო და თქვენ ვინც ჩამოთვალეთ ვისთანაც საერთო კვეთები გაქვთ ასე ვთქვათ საგარეო ვექტორების რა ფინანსებით აპირებთ მაშინ თქვენ არჩევნებში მონაწილეობას რა ფინანსებით გაერთიანდით და არის თუ არა ეს კარგი თქვენ რახან თქვი დასავლური ფული მე არ ვიცი ამაზე ალბათ მოგვიანებით მივიღებ ჩვენ პასუხს მაგრამ არის თუ არა ეს მაშინ რუსული ფული რადგან თქვენ გვესაუბრებით იმაზე რომ აი რუსეთთან უნდა მოხდეს მოლაპარაკებები რუსეთმა უნდა დაგვილაგოს და ასე შემდეგ თქვენ თვითონ არჩევნებში რა ფულით გამოდიხართ იგა კიდევ ერთხელ ბოდიში ვიხდი, იმიტომ რომ მე როცა ჩემს ნათქვამის კომენტირებას აკეთებ თქვენ მე მაგაში არ დაგითანხმები. რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი საკითხი, რუსეთმა უნდა მოგვწეს ფული, მე ეგეთი რამე არ მithქვამს. ეგ ერთი. აქ ლაპარაკია იმაზე რომ ჩვენ უნდა შევძლოთ მტერთანაც მოლაპარაკება. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ოკუპანტთანაც, მტერთანაც და მეგობართან საერთო ენის გამონახვა. აი ეს არის უმთავრესი პრინციპი და ძალიან გთხოვთ ამას უცვლით იმას, რა ქვია, გარკვეულ განმარტებებს მოაძლევთ ჩემს ნაცვლად. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს. დაფინანსების წყაროები უნდა იყოს ღია. მე როცა ვამბობ რომ დასავლეთიდან დაფინანსება შემოდის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, სხვადასხვა ფონდებით, მე ვიტყოდი ესეთ რამეს, რომ დაფინანსება უნდა იყოს ბიზნესიდან. ღია უნდა იყოს რომელი ბიზნესმენი, რომელი ბიზნეს დაჯგუფება, ეს დასავლური იქნება, აღმოსავლური, ჩრდილოეთის თუ მეზობლების მხრიდან შემოსული თუ ქვეყნის შიგნით აკუმულირებული. ეს უნდა იყოს ღია. არ შეეხება ჩვენს ნაწილს, ჩვენთან არიან ბიზნესმენები, ჩვენთან არიან ის ადამიანები, რომლებსაც საზღვარგარეთაც აქვს ფული ნაშოვნი და გაკეთებული თავისი სწორი ბიზნესი. და ასევე საქართველოში სერიოზული, მაგალითად იგივე, როცა ვამბობ მე ზვიად ჩიტიშვილს, მას აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესი საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოშიც, მას აქვს დაგეგმილი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, რომ ჩვენმა ფერმერებმა, ჩვენმა მეწარმეებმა პროდუქტი ისე დაამუშავონ, ისე შეფუთონ, რომ არა მარტო რუსეთში, სხვაგანაც კი გაიტანონ. აი ესეთი ამ ბიზნესია გლობალურ ტრანსნაციონალურ ბიზნესების განვითარებაზეა ლაპარაკი. ყველაფერი იქნება გაშიფრული და დაწერილი. და არა ისე რომ ის რაღაცა ფონდები, სახელები, მე ვიღაცა გვარები, რასაც სააკაშვილი აკეთებს. დიდი მადლობა, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, სახალხო ხელისუფლების ლიდერი ლევან მამალაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს ჩაჯდეს რომელიმე საარჩევნო სიაში, თუმცა დაეხმარება იდეოლოგიით მასთან ყველაზე ახლოს მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, ეს იყო